1983 წლის 25 ივნისის საღამოს ფლორიდის შტატის ქალაქ პენსაკოლის პოლიციის განყოფილებაში შეტყობინება შევიდა ქალაქის ერთ-ერთ რესტორანთან ავტოსადგომზე ძლიერი აფეთქების შესახებ. შემთხვევის ადგილზე მისულ სახანძრო სამაშველო ბრიგადებსა და პოლიციის ეკიპაჟებს მძიმე სურათი დახვდათ. ავტოსადგომზე ავტომობილი იყო აფეთქებული. აფეთქების შედეგად ის მთლიანად იყო განადგურებული, ხოლო მისი ნაწილები და შუშის ნამსხვრევები მთელ ტერიტორიაზე იყო მიმოფანტული. შემთხვევას მრავალი თვითმხილველი ჰყავდა. მათ მომხდარის შესახებ სამართალდამცველებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. მათი თქმით, მამაკაცი, როდესაც ავტომობილში ჩაჯდა, დაძრავა ჩართო. სწორედ იმ წამს მოხდა ძლიერი აფეთქება. აფეთქების შემდეგ კვამლით სავსე მანქანიდან მამაკაცმა მოახერხა გადმოსვლა, თუმცა მალევე გონება დაკარგა, რის შემდეგაც მძიმედ დაშავებული სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა მალევე დაადგინეს დაშავებული მამაკაცის ვინაობა. იგი პენსაკოლაში მცხოვრები წარმატებული ბიზნესმენი ჯონ ჯენტრი აღმოჩნდა. პარალელურად გამომძიებლებმა აფეთქების ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები დაიწყეს, რათა გაერკვიათ რა გახდა ავტომობილის აფეთქების მიზეზი. შემთხვევის ადგილი და დაზიანებული ავტომობილი დეტალურად გადაიღეს. აღრიცხეს ავტოსადგომზე მდგარი ყველა მანქანა. შემდეგ კი დახმარებისთვის გამოიძახეს FBI-სა და ATF-ის სპეციალისტები, რათა აფეთქების შედეგად მიმოფანტული ნარჩენები და მტკიცებულებები უფრო საფუძვლიანად შეესწავლათ. გამოძიებამ თავდაპირველად შეამოწმა ვერსია, ხომ არ იყო აფეთქება ტექნიკური გაუმართავობის შედეგი, მაგალითად ბენზინის აუზის დაზიანების გამო, თუმცა მალევე გაირკვა, რომ აფეთქების შედეგად ხანძარი არ გაჩენილა, რის გამოც ეს ვერსია გამოირიცხა. ეს ავტომობილის დეტალურმა დათვალიერებამაც დაადასტურა, რომ ბენზინის აუზი დაზიანებული არ იყო. აფეთქების შედეგად ავტომობილის სახურავი ზემოთ იყო ამობურცული და გუმბათის ფორმა ჰქონდა. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ აფეთქება მანქანის შიგნით უკანა ნაწილში მოხდა, ხოლო აფეთქების ტალღა უკანა მხრიდან წინა მხარეს გავრცელდა, რამაც ავტომობილის დეფორმაცია გამოიწვია. ნამსხვრევების დათვალიერებისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინეს: ნარინჯისფერი და თეთრი მავთულების ფრაგმენტები, რომლებიც სავარაუდოდ ავტომობილის ქარხნულ ნაწილებს არ ეკუთვნოდა. ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას გამომძიებლებმა სალონში დამონტაჟებული ორი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. ისინი უკანა სავარძლის მარცხენა მხარეს იყო მოთავსებული და მავთულებით უკანა ფარებს უერთდებოდა. ამ აღმოჩენის შედეგად ცხადი გახდა, რომ შემთხვევა ტექნიკური გაუმართავობის შედეგი არ იყო. ეს წინასწარ დაგეგმილი ქმედება იყო და ვიღაც განზრახ ცდილობდა ჯონ ჯენტრისთვის ზიანის მიყენებას. მანქანის ნამსხვრევებისა და აღმოჩენილი მოწყობილობების დეტალური შემოწმების შედეგად გამომძიებლებმა მალევე დაადგინეს, როგორ მუშაობდა მექანიზმი. მოწყობილობა სადენებით ავტომობილის ფარებზე იყო მიერთებული და მათი ჩართვისას უნდა ამოქმედებულიყო. როდესაც ჯონ ჯენტრი მანქანაში ჩაჯდა, ძრავა ჩართო და ფარები აანთო მოწყობილობა მყისიერად ამოქმედდა და აფეთქდა, თუმცა რადგან ის უკანა სავარძლის ქვეშ იყო მოთავსებული, აფეთქების ძლიერი ტალღა და ნამსხვრევების ზემოთ ლუქის მიმართულებით გაიფანტა, რის გამოც ჯონ ჯენტრი სასწაულით გადარჩა. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ ვინც არ უნდა ყოფილიყო ამ ქმედების ავტორი, აშკარად პროფესიონალი არ იყო, რადგან მოწყობილობა არასწორ ადგილას იყო დამონტაჟებული, რის გამოც აფეთქების ძირითადი ტალღა სხვა მიმართულებით გავრცელდა და ნამსხვრევების უმრავლესობა პირდაპირ არ მოხვდა სამიზნეს. ავტომობილის დათვალიერებისას სამართალდამცველებმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება აღმოაჩინეს. ავტომობილის მარცხენა საბარგულის კიდესთან მკაფიოდ ჩანდა თითის ანაბეჭდი. გამომძიებლების ვარაუდით ამ ადგილზე ანაბეჭდის დატოვება მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა, როცა დამნაშავე მოწყობილობას ამონტაჟებდა ან სადენებს უკანა ფარებს უერთებდა. სამართალდამცველებმა ასევე დაადგინეს, რომ იმ საღამოს, როდესაც ავტომობილის აფეთქება მოხდა, ჯონ ჯენტრი თავის საცოლესთან, ჯუდი ბუენუანოსთან ერთად ავტოსადგომის გვერდით მდებარე ელიტურ რესტორანში იმყოფებოდა, სადაც ქალის მიერ ორგანიზებული წვეულება ტარდებოდა. ჯუდი ბუენუანო ქალაქში საკმაოდ ცნობილი ქალი იყო და წარმატებულ სილამაზის სალონების ქსელს ფლობდა. ჯუდიმ და ჯონმა ერთმანეთი ბარში გაიცნეს. საუბრისას გაირკვა, რომ მათი ბიზნესები, ჯუდის სილამაზის სალონი
და ჯონის მაღაზია ერთსა და იმავე უბანში მდებარეობდა. გაცნობის შემდეგ ისინი ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს და მალევე ჯონს თავდავიწყებით შეუყვარდა და ხელი სთხოვა. მეგობრების და ნაცნობების თქმით, ჯუდი ბუენანო კეთილშობილი ქალი იყო, რომელსაც უყვარდა მდიდრული ცხოვრება და ხშირად უსვამდა ხაზს, თითქოს გუდი არის ოჯახის მემკვიდრე იყო. ის ცხოვრობდა ქალაქის პრესტიჟულ უბანში, რომელიც შეძლებული მოსახლეობით იყო ცნობილი. უყვარდა წვეულებები, ძვირფასი სამკაულები და მაღალი კლასის ბრენდული ტანსაცმელი. ჯუდი და ჯონი საკმაოდ გულუხვებიც იყვნენ. მათ ხშირად საკუთარი ხარჯებით მიჰყავდათ მეგობრები და ნაცნობები კრუიზებში, სადაც მდიდრულ წვეულებებს მართავდნენ. ჯუდი ყოველთვის ყურადღების ცენტრში იყო, უხვად ხარჯავდა ფულს, სტუმრებს შამპანურს ყოველთვის თვითონ ყიდულობდა და მის გარშემო მხიარულ ატმოსფეროს ქმნიდა. ჯუდისა და ჯონის ურთიერთობას ყველა იდეალურად მიიჩნევდა. ორივე წარმატებული იყო და ერთმანეთს დიდი ყურადღებით და სიყვარულით ებყრობოდნენ. ჯონი მეგობრებსა და კოლეგებს ხშირად ეუბნებოდა, თუ რამდენად იღბლიანი ადამიანი იყო, რომ ასეთი ქალი ჰყავდა გვერდით. იმ საღამოს, როდესაც აფეთქება მოხდა, ჯუდიმ თანამშრომლებისთვის პატარა წვეულება მოაწყო. მას მსგავსი შეკრებების ორგანიზება უყვარდა და თანამშრომლების მიმართ ყოველთვის ყურადღებიანი და გულუხვი იყო. ჯონი თავდაპირველად ამ წვეულებაზე მისვლას არ გეგმავდა, თუმცა ჯუდის დაჟინებული თხოვნის შემდეგ საბოლოოდ მაინც მივიდა. წვეულებაზე მყოფმა თანამშრომლებმა სამართალდამცველებს უთხრეს, რომ იმ საღამოს მათ უჩვეულო არაფერი შეუნიშნავთ. მათი თქმით, ჯონის ხვებზე ადრე გავიდა რესტორნიდან, ხოლო ისინი ჯერ კიდევ შიგნით იმყოფებოდნენ, როდესაც ძლიერი აფეთქების ხმა გაიგონეს. ჯუდიმ სამართალდამცველებს დეტალურად მოუყვა იმ საღამოს შესახებ. მისი თქმით, თანამშრომლებისთვის მოწყობილი წვეულების პარალელურად ჯონისთვის სასიხარულო ინფორმაცია ჰქონდა. მან უთხრა, რომ ორსულად იყო. ამ ახალი ამბით აღფრთოვანებული ჯონი გარეთ გავიდა, რათა ამ ამბის აღსანიშნავად განსაკუთრებული სასმელი ეყიდა. მისი გასვლიდან რამდენიმე წუთში კი რესტორანში მყოფებმა ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს. როდესაც სამართალდამცველებმა ჯუდის ჰკითხეს, ხომ არ იცოდა ვინმე შესახებ, ვისაც ჯონისთვის ზიანის მიყენება შეიძლებოდა სდომებოდა. მან აღნიშნა, რომ ქალაქში ერთი ქალი შესაძლოა დაკავშირებული ყოფილიყო ამ შემთხვევასთან, რადგან მისი თქმით ამ ქალთან გარკვეული უთანხმოება ჰქონდათ და ჯუდის ეჭვის სწორედ მასზე ჰქონდა. გამოძიებამ ჯუდის განცხადების საფუძველზე ამ მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა. პარალელურად კი სამართალდამცველები საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებსა და ვერსიებსაც ამოწმებდნენ. ავტომობილის აფეთქების შემდეგ, სანამ გამომძიებლები ჯონ ჯენტრისთან საუბარს შეძლებდნენ, 2 დღე გავიდა. რადგან ის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მას ზურგში მეტალის ნამსხვრევი ჰქონდა, ასევე ჰქონდათ ირგლების პრობლემები და მისი საერთო მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. რადგან აფეთქებამ მას დამწვრობებისა და გარეგანი დაზიანებების გარდა შინაგანი ორგანოების დაზიანებებიც მიაყენა. რთული ოპერაციების შემდეგ, როდესაც ჯონი გონს მოვიდა, გამომძიებლებმა მასთან გასაუბრება შეძლეს. მათ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ეჭვი ვინმეზე, ვისაც შეიძლებოდა მისთვის აფეთქება მოეწყო და მისი მოკლა ეცადა. ჯონმა უპასუხა, რომ ვერავის იხსენებდა. მისი თქმით, მას მტრები არ ჰყავდა. შემდეგ გამომძიებლებმა ჰკითხეს, ვისთვის შეიძლებოდა მის სიკვდილს სარგებლის მოტანა. ჯონმა აღნიშნა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში ბიზნესის ნაწილი დედას დარჩებოდა, ხოლო მისი საცოლე ჯუდი მიიღებდა სიცოცხლის დაზღვევის თანხას, რადგან მათ ერთმანეთზე სიცოცხლის დაზღვევა ჰქონდათ გაფორმებული. როდესაც გამომძიებლებმა დაზღვევის ოდენობა დააზუსტეს, გაირკვა, რომ ჯუდის ჯონზე $500,000 პოლისი ჰქონდა გაფორმებული. გამომძიებლების კითხვაზე, როგორი ურთიერთობა ჰქონდა საცოლესთან, ჯონმა უპასუხა, რომ მათი ურთიერთობა იდეალური იყო და სერიოზული კონფლიქტი მათ არასდროს ჰქონიათ. თუმცა მის ჯანმრთელობის თემაზე საუბრისას მნიშვნელოვანი დეტალი გამოიკვეთა. ჯონმა მოყვა, რომ აფეთქებამდე გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავს ცუდად გრძნობდა, რის გამოც ჯუდიმ ურჩია ვიტამინები მიეღო. ისი თქმით, ჯუდი წარსულში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა, თუმცა მოგვიანებით მედიცინიდან ბიზნესში გადავიდა და სწორედ ამიტომ, რადგანაც მას სამედიცინო ცოდნა ჰქონდა, ჯუდი ჯონს დღეში რამდენჯერმე აბებს აძლევდა. თუმცა აბების მიღებიდან რამდენიმე დღეში ჯონის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, იმდენად რომ საავადმყოფოში მოხვდა. მისი თქმით, კლინიკაში ყოფნისას მდგომარეობა გაუმჯობესდა, თუმცა ექიმებმა ვერ დაადგინეს, რა იწვევდა მის ცუდად ყოფნას. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ ჯუდს
ჯუდიმ დაჟინებით სთხოვა, რომ აბების მიღება გაეგრძელებინა, რათა უფრო მოძლიერებულიყო. ჯონმა კვლავ დაიწყო მათი მიღება, მაგრამ მალევე ისევ ცუდად გახდა. ჯონის ამ მონათხრობის შემდეგ გამომძიებლებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ საქმე უბრალოდ ავადმყოფობას არ ეხებოდა და აქ რაღაც რიგზე არ იყო. ამის შემდეგ გამოძიება მხოლოდ აფეთქებაზე აღარ კონცენტრირებულა. სამართალდამცველებმა პარალელურად დაიწყეს ჯონ ჯენტრის საცოლის, ჯუდი ბუენუანოს შესახებ ინფორმაციის მოძიება და მისი წარსულის დეტალურად შესწავლა. გამომძიებლებმა ჯუდი ბუენუანოს წარსულის შესწავლისა და მასთან გასაუბრების შემდეგ გაარკვიეს, რომ ეს მის ცხოვრებაში პირველი ტრაგიკული შემთხვევა არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით იგი წარმატებული და უზრუნველყოფილი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდა, მისი წარსული სრულიად სხვაგვარ სურათს აჩვენებდა, რადგან მის გარშემო ადამიანები ერთმანეთის მიყოლებით უცნაურ და საეჭვო ვითარებაში იღუპებოდნენ. ჯუდი ბუენუანო დაბადების სახელით ჯუდია სუელტი 1943 წლის 4 აპრილს ტეხასის შტატის ქალაქ ქუენაში დაიბადა. დედა ძალიან ადრე 4 წლის ასაკში გარდაეცვალა. მოგვიანებით მამამ მეორედ იქორწინა ქალზე, რომელსაც 2 ვაჟი ჰყავდა. ჯუდის მტკიცებით დედინაცვალი და მისი შვილები მას ცუდად ექცეოდნენ, რის შედეგადაც 14 წლის ასაკში ოჯახში ერთ-ერთი ძალადობრივი ინციდენტის შემდეგ ჯუდის დედინაცვლის შვილებს მდუღარე ცხიმი გადაასხა, რის გამოც არასრულწლოვანთა გამოსასწორებელ დაწესებულებაში გააგზავნეს. 1959 წელს მან სწორედ ამ დაწესებულებაში დაამთავრა საშუალო სკოლა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ დაახლოებით 17 წლის ასაკში მუშაობა დაიწყო ექთნის თანაშემწედ. მალევე ის მეგობარი ბიჭისგან დაორსულდა და ვაჟი შეეძინა, რომელსაც მაიკლი დაარქვა. მშობიარობიდან მალევე პარტნიორი დაშორდა და ჯუდი ახალ შობილთან ერთად მარტო დარჩა. გარკვეული დროის შემდეგ ჯუდიმ გაიცნო მომავალი მეუღლე ჯეიმს გუდიერი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში მსახურობდა. ისინი დაქორწინდნენ. ჯეიმსმა მაიკლი იშვილა და ოჯახი ფლორიდაში ორლანდოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მათ მოგვიანებით კიდევ 2 შვილი შეეძინათ. ვიეტნამის ომის დროს ჯეიმსი ფრონტზე გაიწვიეს. 1 წლის შემდეგ 1971 წლის მაისში ის ოჯახს ჯანმრთელი დაუბრუნდა, თუმცა სახლში დაბრუნებიდან რამდენიმე დღეში მოულოდნელად მძიმედ გახდა ავად. დაეწყო ძლიერი სისუსტე, ჰალუცინაციები, ღებინება და დეზორიენტაცია. სექტემბრისთვის მისი მდგომარეობა მკვეთრად დამძიმდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა. ექიმებმა დაავადების სუსტი მიზეზი ვერ დაადგინეს. ოფიციალურ დოკუმენტებში სიკვდილის მიზეზად თირკმელისა და გულის უკმარისობა ჩაიწერა. ჯუდიმ ბრალი საჰაერო ძალებს დასდო და განაცხადა, რომ მისი მეუღლე სამხედრო ბაზაზე გამოყენებული ქიმიკატების ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა. ვიეტნამის ომის პერიოდში მართლაც ფიქსირდებოდა შემთხვევები, როდესაც სამხედრო მოსამსახურეებს ჯანმრთელობის პრობლემები ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების გამო შეექმნათ. ამ გარემოების გათვალისწინებით კი ჯუდიმ და მისმა შვილებმა მიიღეს სადაზღვეო კომპენსაცია $100,000-ზე მეტი. მეუღლის გარდაცვალებიდან მალევე ჯუდის ცხოვრებაში კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა. მისი სახლი გაურკვეველი მიზეზით დაიწვა. ჯუდიმ სახლის დაზღვევიდან $90,000 მიიღო და შვილებთან ერთად პენსაკოლაში გადავიდა საცხოვრებლად და ახალი ცხოვრების დასაწყებად. პენსაკოლაში გადასვლიდან მალევე ჯუდიმ გაიცნო მამაკაცი სახელად ბობი ჯო მორისი და ერთად გადავიდნენ საცხოვრებლად, თუმცა ოფიციალურად არ დაქორწინებულან. მოგვიანებით ბობი კოლორადოში გადავიდა ახალი სამსახურის გამო. გავრცელებული ინფორმაციით კი მას ჯუდისთან ურთიერთობის დასრულება სურდა. ბობის კოლორადოში გადასვლიდან მალევე ჯუდის მეორე სახლიც ხანძრის შედეგად დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოებები საეჭვოდ გამოიყურებოდა, ჯუდიმ კვლავ მიიღო სადაზღვეო კომპენსაცია და შვილებთან ერთად კოლორადოში გადავიდა, სადაც ბობი ცხოვრობდა. მისი კოლორადოში გადასვლიდან მალევე ბობიც მძიმედ გახდა ავად. მისი ავადმყოფობის სიმპტომები საოცრად ჰგავდა ჯეიმს გუდიარის ავადმყოფობას. ძლიერი მუცლის ტკივილი, ღებინება, წონის კლება და დეზორიენტაცია. მდგომარეობის გაუარესების გამო იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმები ვერ ხვდებოდნენ, რა სჭირდა მანამდე ჯანმრთელ მამაკაცს. ჯუდიმ კი მათ უთხრა, რომ ბობი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა და სავარაუდოდ ამის გამო იყო ცუდად. სწორედ ამიტომ ექიმებმა თავდაპირველად მისი მდგომარეობა ალკოჰოლით მოწამვლას მიაწერეს. ერთკვირიანი
მკურნალობის შემდეგ ბობის მდგომარეობა გაუმჯობეს და იგი გაწერეს, თუმცა სახლში დაბრუნებიდან 2 დღის შემდეგ მოულოდნელად გონება დაკარგა. საავადმყოფოში გადაყვანის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოფიციალურად მისი სიკვდილის დასკვნაში კვლავ თირკმელისა და გულის უკმარისობა ჩაიწერა. ჯუდის გარდაცვლილის კრემაცია სურდა, მაგრამ ბობის დედამ კატეგორიულად უარი განაცხადა. მან შვილი ალაბამაში გადაასვენა და ადგილობრივ სასაფლაოზე დაკრძალა. მალევე გაირკვა, რომ ბობის სიცოცხლე დაზღვეული იყო და ბენეფიციარად ჯუდი ბუენუანო იყო მითითებული. ჯუდიმ ბობის სიცოცხლის დაზღვევიდან $30,000 მიიღო და შვილებთან ერთად კვლავ პენსაკოლაში დაბრუნდა, სადაც პრესტიჟულ უბანში სახლი შეიძინა. პენსაკოლაში დაბრუნების შემდეგ ჯუდის ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა. მისმა პირველმა შვილმა მაიკლმა სამხედრო სამსახურში წასვლა გადაწყვიტა. მან საწყისი მომზადება გაიარა და 2 კვირიანი შვებულებით სახლში დაბრუნდა. სახლში დაბრუნებიდან მალევე მაიკლი მძიმედ გახდა ავად. მისი ავადმყოფობის სიმპტომები კვლავ ჰგავდა იმ ნიშნებს, რაც ჯუდის ცხოვრებაში სხვა მამაკაცებს ჰქონდათ სიკვდილის წინ. როდესაც მაიკლი საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმებმა დაადგინეს, რომ ის დარიშხანით იყო მოწამლული. ექიმების ეს დასკვნა შემაშფოთებელი უნდა ყოფილიყო, თუმცა მაიკლი წყლის გამწმენდ ლაბორატორიაში მუშაობდა და თეორიულად სამუშაო პროცესში დარიშხანთან შეიძლებოდა ჰქონოდა შეხება, რადგან წყლის გასაწმენდად სწორედ ამ ნივთიერებას იყენებდნენ. ამის გამო კი ჩათვალეს, რომ არ არსებობდა საფუძველი ეჭვისთვის, რომ საქმე განზრახ-მოწამვლას ეხებოდა. შედეგად კი ყველაფერი უბედურ შემთხვევად ჩაითვალა. ექიმების ძალისხმევით მაიკლი გადარჩა, თუმცა მოწამვლის შედეგად ქვედა კიდურების პარალიზება განუვითარდა და სამხედრო სამსახურის გაგრძელება ვეღარ შეძლო. საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულ მაიკლს დედამ შესთავაზა განტვირთვის მიზნით ქალაქ გარეთ დასვენება, ნავით გასეირნება და თევზაობა ახლო მდებარე მდინარეზე. გასეირნების დროს კი კიდევ ერთი უბედური შემთხვევა მოხდა. გაურკვეველი მიზეზით ნავი გადაბრუნდა. ჯუდიმ შეძლო მდინარიდან გამოსვლა, ხოლო წელს ქვემოთ პარალიზებული მაიკლი დაიხრჩო. მიუხედავად საეჭვო გარემოებებისა, შემთხვევა ოფიციალურად უბედურ შემთხვევად ჩაითვალა. მაიკლის სიკვდილის შემდეგ კი ჯუდიმ $125,000 სადაზღვევო კომპენსაცია მიიღო. სამართალდამცველებისთვის ჯუდის გარშემო ამდენი უბედური შემთხვევა და ტრაგედია ძალიან საეჭვოდ ჩანდა და გამომძიებლებმა საქმის თავიდან შესწავლა დაიწყეს. დოკუმენტების გადამოწმებისას გაირკვა, რომ მაიკლის დაზღვევა მისი სიკვდილის წინ იყო გაფორმებული, ხოლო პოლისზე არსებული ხელმოწერა მის ნამდვილ ხელმოწერას არ ემთხვეოდა. ნოტარიუსმა დაადასტურა, რომ მაიკლი არასდროს ყავდა ნანახი, ხოლო ექსპერტიზამ მალევე დაადგინა, რომ ხელმოწერა გაყალბებული იყო. შემდგომ გამოძიებამ დაადგინა, რომ დაზღვეული იყვნენ ასევე ჯეიმს გუდიერი, ბობი ჯო მორისი და ჯონ ჯენტრი, ხოლო ყველა პოლისში ბენეფიციარად ჯუდი ბუენუანო იყო მითითებული. ეს მანამდე შეუმჩნეველი რჩებოდა, რადგან ჯუდი ხშირად იცვლიდა საცხოვრებელ ადგილსა და სადაზღვევო კომპანიებს, ხოლო იმ პერიოდში მონაცემთა გაწვლის თანამედროვე სისტემა არ არსებობდა, რის გამოც ეს ყველაფერი შეუმჩნეველი რჩებოდა. გამომძიებლებისთვის საერთო სურათი თანდათანათელი გახდა. ჯუდი ადამიანების სიცოცხლეს ფინანსურ რესურსად ჰქონდა. იგი მათ სიცოცხლის დაზღვევის გაფორმებას აიძულებდა, ხოლო უარის შემთხვევაში დოკუმენტებს თავად ავსებდა. გაირკვა, რომ ბობი ჯო მორისზე სიცოცხლის დაზღვევა ისე იყო გაფორმებული, რომ მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. გამოძიების ეჭვი თანდათან უფრო ძლიერდებოდა ჯუდიზე, რომ ოჯახის წევრების გარდაცვალებაშიც თავად შეიძლებოდა ყოფილიყო ჩართული, რადგან მას ყველა შემთხვევის დროს ერთადერთი საშინელი გეგმა ჰქონდა, რომლის ერთადერთი მიზანიც ახლობლების სიკვდილით დაზღვევის ფულის მიღება იყო. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ჯონ ჯენტრის შემთხვევაში მათ ორმხრივი დაზღვევა ჰქონდათ გაფორმებული, თავდაპირველად $50,000 ოდენობით. მოგვიანებით კი ჯუდიმ დაზღვევა ჩუმად $500,000-მდე გაზარდა და ჯონს დააჯერა, რომ დაზღვევა გააუქმა. გამოძიება ვარაუდობდა, რომ თავიდან ჯუდიმ ჯონის მოწამვლას სცადა, თუმცა მისი ნელი სიკვდილის ლოდინი ვეღარ შეძლო და საბოლოოდ ავტომობილის აფეთქება მოაწყო, რათა სადაზღვეო კომპენსაცია უფრო სწრაფად მიეღო. გამომძიებლებისთვის იმის დამტკიცება, რომ ეს სიკვდილიანობები მკვლელობები იყო და არა უბრალოდ უბედური შემთხვევები ძალიან რთული იყო. მით უმეტეს, რომ ზოგიერთი შემთხვევიდან უკვე წლები იყო გასული. გამოძიებამ დადასტურებულად უკვე იცოდა, რომ მაიკლ გუდიერი დარიშხანით მოწამვლის შედეგად დაზარალდა, თუმცა თავდაპირველად ეს სამუშაო ადგილზე მომხდარ უბედურ შემთხვევად მიიჩნიეს. ამიტომ გადაწყვიტეს გადამოწმება ხომ არ იყო დარიშხანი ჯუდის სხვა სავარაუდო მსხვერპლთა ორგანიზმშიც.
დარიშხანის სხეულში აღმოჩენა იმ პერიოდში ჩვეულებრივი ტოქსიკოლოგიური კვლევებით შეუძლებელი იყო და აუცილებელი იყო სპეციალური ანალიზის ჩატარება. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ ნივთიერება ილექება როგორც თმაში, ისევე შინაგან ორგანოებში. ამიტომ საჭირო გახდა სერჟანტ ჯეიმს გუდიერის ცხედრის ექსჰუმაცია, რათა დაედგინათ, ჰქონდა თუ არა მას დარიშხანით მოწამვლის ნიშნები. გამოძიებას სჭირდებოდა მტკიცებულებები, რომლებიც მკვლელობის ვერსიას დაადასტურებდა. ჯეიმს გუდიერი 1971 წელს გარდაიცვალა, ექსჰუმაცია კი 13 წლის შემდეგ 1984 წელს ჩატარდა. დროის ასეთი ხანგრძლივი მონაკვეთი საქმეს ართულებდა. გამომძიებლები ვარაუდობდნენ, რომ საფლავში შესაძლოა აღარაფერი დარჩენილიყო და სხეული მთლიანად დაშლილი ყოფილიყო. თუმცა სასამართლო ექსპერტის მიერ კუბოს გახსნისას სრულიად განსხვავებული სურათი დახვდათ. სხეული თითქმის ხელუხლებელი იყო. ანალიზმა ცხადყო, რომ ორგანიზმში დარიშხანის კვალი არსებობდა და სწორედ ამ ნივთიერების მაღალი კონცენტრაცია გახდა სხეულის შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზიც. შედეგად სასამართლო ექსპერტმა სიკვდილის მიზეზი ბუნებრივი გარდაცვალებიდან მკვლელობად გადააკვალიფიცირა. ეს აღმოჩენა გამოძიებისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი გახდა იმ თავსატეხის, რომლის მიზანით სერიულ მკვლელობებში ეჭმიტანილი ჯუდი ბუენუანოს სასამართლოს წინაშე წარდგენა იყო. გამოძიებამ ბობი ჯო მორისის სიკვდილის ხელახლა შესწავლაც დაიწყო. მისი ცხედარიც ექსჰუმირდა და ნიმუშები აიღეს. კვლევამ კვლავ დარიშხანის სასიკვდილო დოზა აჩვენა, ისეთი რაოდენობა, რომელიც ექსპერტების შეფასებით რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსპობასაც კი ეყოფოდა. ჯეიმს გუდიერი, ბობი ჯო მორისი და მაიკლი ყველა მათგანი დარიშხანით იყო მოწამლული. გამოძიებისთვის ეს წინასწარ დაგეგმილი და გათვლილი დანაშაულების სერია იყო. სავარაუდო მსხვერპლთა შორის კი მხოლოდ ერთი ადამიანი გადაურჩა სიკვდილს, ჯონ ჯენტრი. ჯონი თავდაპირველად მსუბუქ გაციებას უჩიოდა, რის შედეგადაც ჯუდიმ მას ვიტამინები მისცა. უთხრა, რომ ეს C ვიტამინი იყო, თუმცა აბების მიღების შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესდა და პრეპარატის მიღება შეწყვიტა. რამდენიმე აბი მან შეინახა, რათა მოგვიანებით შეემოწმებინა, ხომ არ იყო მათში ისეთი ნივთიერება, რომელზეც ალერგიული რეაქცია ჰქონდა. სწორედ ეს შენახული აბები გადასცა მან გამომძიებლებს. შემოწმების შედეგად გაირკვა, რომ კაფსულებში C ვიტამინის ნაცვლად ძლიერი სადეზინფექციო და ტოქსიკური ნივთიერება იყო მოთავსებული. ამ ყველაფრის გარკვევის შემდეგ გამომძიებლებმა გაჩხრიკეს ჯუდის სახლი, სადაც აღმოაჩინეს ელექტროგაყვანილობის დეტალები, რომლებიც ავტომობილის აფეთქებასთან აკავშირებდა მას. ხოლო მის მანიკურის სალონში ნაპოვნმა ტოქსიკურმა ნივთიერებამ ჯონ ჯენტრის უცნაური ავადმყოფობის ვერსიაც გაამყარა. გამომძიებლების ვარაუდით ჯუდი ჯონ ჯენტრის ნელ-ნელა მოწამვლას ცდილობდა, თუმცა საბოლოო შედეგს გაურკვეველი მიზეზით აღარ დაელოდა და პროცესის დაჩქარება აფეთქების მოწყობით სცადა. 1983 წლის 27 ივლისს სამართალდამცველებმა ჯუდი ბუენუანო ჯონ ჯენტრის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, თუმცა სასამართლომ $50,000 ოდენობის გირაოს სანაცვლოდ იგი დროებით გაათავისუფლა. მალევე ის კვლავ დააკავეს ახალი ბრალდებით, ამჯერად საკუთარი ვაჟის მკვლელობის საქმეზე. დაკავებისას ჯუდიმ სცადა პოლიციისთვის თავის ისე მოჩვენება, თითქოს გონება დაკარგა და პარალიზებული იყო, თუმცა სამართალდამცველებმა მას არ დაუჯერეს, რადგან იცოდნენ, რომ ჯუდი პათოლოგიური მატყუარა იყო. გამოძიების მიხედვით, ჯუდი ხშირად ავრცელებდა მცდარ ინფორმაციას საკუთარი წარსულის, წარმომავლობისა და მიღწევების შესახებ. იგი ამტკიცებდა, რომ გუდიერის მემკვიდრე იყო, თუმცა ეს გვარი მხოლოდ ქორწინების შემდეგ ჰქონდა მიღებული. მოგვიანებით მან გვარი შეიცვალა და ბუენუანო გახდა, რაც ესპანურად კარგ წელს ნიშნავს. იგი ასევე აცხადებდა, რომ ფლობდა რამდენიმე დოქტორის ხარისხს და წარსულში ექიმად მუშაობდა. ზოგჯერ კი თავს სასამართლო პათოლოგადაც მოიხსენიებდა. რეალურად კი მანიკურის სალონის მფლობელი იყო. ჯუდი ოჯახის წევრების გარდაცვალებაზეც არაზუსტ ინფორმაციას ავრცელებდა. ამბობდა, რომ ჯეიმს გუდიერი კიბოთი გარდაიცვალა. ბობი ჯო მორისი კი ალკოჰოლზე დამოკიდებულების გამო, ხოლო შვილის მაიკლის სიკვდილს სამხედრო სწავლებაზე მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირებდა, თუმცა გამოძიებამ დაადგინა, რომ რეალობა განსხვავებული იყო. ჯუდი ბუენუანოს სასამართლო პროცესი 1984 წელს დაიწყო. მას ბრალი ედებოდა შვილის დარიშხანით მოწამვლაში და შემდეგ, როდესაც მაიკლი უკვე პარალიზებული იყო, ნავით გასეირნებასა და მის განზრახ დახრჩობაში, გამომძიებლებმა მაიკლის სამხედრო ჩანაწერები შეისწავლეს. მის ფრჩხილებზე არსებული ხაზები შესაძლებელს ხდიდა დაახლოებით განესაზღვრათ, როდის შეიძლებოდა მას მომწამვლელი ნივთიერება მიეღო, ხოლო ანალიზის შედეგად დადგენილი დრო ზუსტად ემთხვეოდა მის
სამხედრო სამსახურიდან სახლში დაბრუნების პერიოდს. გამოძიების ვერსიით, ჯუდი მიგიშვებულებაში ყოფნისას მოწამლა. მაიკლი გადარჩა, თუმცა მოგვიანებით ნავით გასეირნებისას მან საქმე ბოლომდე მიიყვანა. ჯუდი ბუენუანოს საქმე მედიის დიდი ყურადღება მიიქცია. პრესამ ჯუდის შავი ქვრივი შეარქვა, რადგან ისიც ისევე როგორც ბობის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც შავ ქვრივს უწოდებენ, შიმშილის დროს საკუთარ მეწყვილეს კლავს და ჭამს. გამოძიების ვერსიით კი ჯუდი როცა ფული ელეოდა პარტნიორებსა და ოჯახის წევრებს კლავდა, რათა დაზღვევიდან მათი სიცოცხლისთვის კომპენსაცია მიეღო. პროკურორები ამტკიცებდნენ, რომ ჯუდიმ ფინანსური სარგებლის მოტივით მოკლა საკუთარი შვილი, მეუღლე და პარტნიორი. თავად ჯუდი კი ბრალდებებს უარყოფდა და პროცესს კუდიანებზე ნადირობას ადარებდა. ჯუდი ბუენუანოს საქმეს 12 კაციანი ნაფიც მსაჯულთა კოლეგია განიხილავდა. 9 დღიანი პროცესის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა განაჩენი გამოაცხადეს. ჯუდი ბუენუანო დამნაშავე ცნეს შვილის პირველი ხარისხის მკვლელობაში და სასამართლომ მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მინიმუმ 25 წლის ვადით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე. 6 თვის შემდეგ იგი კვლავ წარსდგა სასამართლოს წინაშე. ამჯერად ჯონ ჯენტრის მკვლელობის მცდელობის საქმეზე. ბრალდებაში შედიოდა როგორც მოწამვლის მცდელობა, ასევე ავტომობილის აფეთქების ორგანიზება. სასამართლოში მისი ერთ-ერთი ნაცნობი ქალიც დაიკითხა. მან განაცხადა, რომ ჯუდი მას ეუბნებოდა. თითქოს ჯონ ჯენტრი მძიმე დაავადებით იყო ავად და მალე გარდაიცვლებოდა. ასევე მისი თქმით, ჯუდი საუბრობდა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა პარტნიორის მოშორება ისე, რომ ეს ყველაფერი ბუნებრივ გარდაცვალებას დამსგავსებოდა. სასამართლომ აღნიშნულ საქმეზეც დამნაშავე ცნო. ჯუდი ბუენუანო და მის სასჯელს დამატებით 12 წელი მიემატა. შემდეგი სასამართლო პროცესი გაიმართა ჯეიმს გუდიარის მკვლელობის საქმეზე. ამჯერად პროკურატურა მისთვის უმაღლეს სასჯელს, სიკვდილით დასჯას ითხოვდა. მტკიცებულებმა აჩვენა, რომ ჯეიმს გუდიერი 1971 წელს დარიშხანით მოწამლეს. სასამართლოში ასევე გაჟღერდა ჩვენებები, რომ ჯუდი ქორწინებით უკმაყოფილო იყო და ფინანსური სარგებელი მისი მთავარი მოტივი გახლდათ. ჯუდი კი დანაშაულს კვლავ უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ცილის წამების მსხვერპლი იყო. 1985 წელს სასამართლომ იგი პირველი ქმრის ჯეიმს გუდიერის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა ელექტროსკამზე. იგი ფლორიდის სასჯელახსრულების დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანეს. 1998 წლის 30 მარტს ჯუდი ბუენუანო ფლორიდის შტატის ციხეში ელექტროსკამზე სიკვდილით დასაჯეს, რის შემდეგაც მის ცხედარს კრემაცია ჩაუტარდა. ის იყო პირველი ქალი, რომელიც ფლორიდაში სიკვდილით დასაჯეს 1848 წლის შემდეგ და პირველი ქალი შეერთებულ შტატებში, რომლის მიმართაც მსგავსი სასჯელი აღსრულდა 1976 წლის შემდეგ. ამ საქმის შემდეგ სადაზღვევო კანონმდებლობა შეიცვალა. დღეს, როდესაც ვინმეზე სიცოცხლის დაზღვევა ფორმდება, დაზღვეულ პირსაც ეგზავნება ოფიციალური შეტყობინება, მსგავსი ფინანსური თაღლითობისა და დანაშაულის პრევენციის მიზნით.